მოგესალმებით მეგობარნო, მოგესალმებით. აუ, რა მხატვრულად დავიწყე. მოკლედ ძმებო, დაგიბრუნდით მაილიგის მომდევნო ეპიზოდით. წინა ეპიზოდი, ძალიან დიდი მადლობა. ავიდა და გადაცდა 200 ლაიქს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენ და ეს ეპიზოდიც ძალიან გთხოვთ რომ ავიყვანოთ 200-ზე მეტ ლაიქს. მე რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კარგი იქნება რა. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი და დავიწყოთ პრინციპში მაილიგის ბოლო სეზონის მეორე ეპიზოდი. ხო, მოკლედ ძმებო, მეხუთე სათამაშო დღეა. კი ხედავთ აგერ. და კი მაჩამდე ვითამაშებ ლივერპულამდე ვითამაშე მოკლედ რა. დავიწყოთ პირდაპირ ლეგენდაზე. და ვნახოთ აბა რას ვიზამთ ამ ეპიზოდში. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ სიტით მოვიგებ მაილიგას და კარგად დავასრულებ რა. დავიწყეთ პირდაპირ. ბევრი ლაიქები ძმებო ამ ვიდეოს შეგახსენებთ. უღრმესი მადლობა ყველას წინასწარ. კაი ბატონო, კაი. ახლა ჩაირთე, დიდხანს გელოდო? ჩაირთე ბიჭო, აჰა, ეგ არის. გამოვიდნენ ფეხბურთელები, როგორც ხედავთ. კაი, ბრენფორდი სიტი. დავიწყოთ, გადავიდეთ, მოდი შეტევაზე გადავალ პირდაპირ. და ისე დავიწყებ. გაათამაშა ჰალანდმა ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ რომ მატჩს დღეს არ წავაგებან ფრეს არ ვითამაშებ, იმიტომ რომ არ მაწყობს აქ ეგრევე კარგი შეტევა გქონდა ბერნარდო სილვა, ვაიმე ბიჭო. თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ, ძალიან კარგად დავიწყეთ. ბერნარდო სილვას აი ეს გაჭიმული უნდა დამერტყა რა. გაჭიმული უნდა დამერტყა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მასზე უფრო შეიძლებოდა რომ გოლი გამეტანა ვიდრე ესე რა. და ძალიან ლამაზი გოლიც გამოვიდოდა. ბიჭო, აი ეს ლევის უეჭველი უნდა შევცვალო ძმებო, ხო, როგორც გითხარით წინა ეპიზოდში. ტრანსფერებს როცა გამახორციელებ გადმოვიყვან კაილ უოკერს, დავაბრუნებ კაილ უოკერს, ერთ-ერთი იქნება კაილ უოკერი, რომელიც დაბრუნდება სიტიში და ალბათ ლევის შევცვლი, იმიტომ რომ არ მომწონს ძალიან ლევისი. იქიდან გამომდინარე, რომ ცველია და სულ მეტოქის საჯარიმოში დგას, ამიტომ არ მინდა ძმაო, არა, სავინიო აქ ამასობაში. კარგი იყო აქ სავინიო. კარგია. აუ, ერთი წამი ნუმწერთ ძმაო. ვიდეოს გადაღების დროს რატომ მოგინდებათ ბიჭო, ეს მოწერა. მოდი აბა ლევის დავარტყმევინოთ. ვაიმე, ჩემი დედას მიცავა, კაი. ნუ დოკუმაც. Use control shots sometimes. კაი ძმაკაც, აუცილებლად გავითვალისწინებ აუცილებლად. ბიჭო, ამა აღარ შემიძლია. გავთიშავ მე მაგას ხალხო, გავთიშავ. კი, დამავიწყდა, ვიცი ხო? და ტვინი რო არ გიბურღოთ თქვენს, გავთიშავ მე, არ არის პრობლემა. უბრალოდ მინდა რომ, რატომ მინდა რომ ცოტა ხანი ტვინი მიბურღოს, არც ვიცი. კარგი იყო შერკის ტექნიკური პასი. ლევის დავარტყმევინოთ შორიდან. კაი, ნუ არა, კარში დარტყმებს იმას ვიზამ რა. ჩავიწერ რატომაც არა, კაცო. დარტყმებს და კარში დარტყმებს ჩავიწერ. რატომაც არა. აბა, კარგი პასი ჰალანდის მიმართულებით. პასი შერკი. კარგი იყო აქ შერკი. სავინი, ვაიმე, შენი როგორ არ დამარტყმევინე, მოდი აქ. აუ, კაი რა ცოტა დამაკლდა ბიჭო, აი უცებ უნდა დამერტყა სავინიოთი, მაგრამ ვერ მოვახერხე. იქამდე ამართვეს, აი რო ვურტყამდი ისე ამართვეს. აბა რაიან შერკი. პასი ისევ სავინიოს მიმართულებით, კარგი იყო სავინიო, გაყოლება ლევისი, ჩაწოდება საჯარიმოში, ბერნარდო სილვა, გაიხსნა ანგარიში, კი ვამბობდი, გაფუჭებული კარდია თქო, მაგრამ აი ესეთებით შეუძლია ბერნარდო სილვას. 1-0 გაიხსნა ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე და დაწინაურდა მანჩესტერ სიტი ბრენფორდი, ხო, ბრენფორდის წინააღმდეგ. კარგი იყო აქ ლევისის ჩაწოდება და ნუ ცოტაც და აცდებოდა, თუმცა მადლობა ღმერთს რომ არ აცდა ეს ბურთი. აი ვნახოთ განმეორებით. ძალიან კარგი გოლი გაიტანა ბერნარდო სილვამ და დააწინაურა მანჩესტერ სიტი ბრენფორდის წინააღმდეგ. 1-0. აბა ვნახოთ ბრენფორდი ახლა როგორ ითამაშებს, როგორ დაუბრუნებს პასუხს მანჩესტერ სიტის, იმედი მაქვს რომ არ დაუბრუნებს, იმიტომ რომ არ მაწყობს. და ვნახოთ აბა ჯერ ყველაფერი წინ არის. როდრი მშვენიერი იყო ვარდნაზე. ისევ ბერნარდო სილვა გატანილი გოლის ავტორი. კარგად მირბის. კარგად მიიწევს როთენ ენჯინის დავიმსახურე გვარდიოლასგან. ტრიალდეთ. გაყოლება დოკუს მიმართულებით ჩაწოდება ჰალანდი. აუ, კარგი ბურთი მოხსნა 1-0. პირველი ტაიმი დავასრულეთ მინიმალური ანგარიში. ვნახოთ მეორე ტაიმში რა იქნება. ნუ თითქმის თანაბარია 49-51, მაგრამ ყველაფერი 0 ბრენფორდს, იმიტომ რომ კარამდეც კი არ მოვუშვი. დავიწყეთ ეგრევე მეორე ტაიმი. არ მინდა ეს რაღაცა დაგიბრუნდებით 15 წუთის მერე და შევისვენებ ცოტა ხანი და ეგეთ რაღაცები არ მინდა.
სავინიო, კარგი პასი ჰალანდისკენ, რა კარგი იყო აქ სავინიო. ძალიან ცუდად გავიგდე, ძალიან ცუდად გავიგდე. არ გამომივიდა სამწუხაროდ. ნუ აქ ჩვენ დაგვრჩება საბოლოოდ ბურთი. კი ბატონო. Rodri. აბა Rodri. გაია Rodri, პასი სავინიოსკენ. აბა სავინიო. სავინიოს ფოთაშორის ძალიან კარგი ქარდია ეს სავინიოსი, რაიან შერკი. არ მინდოდა მაქეთ პასი, მაგრამ რა ვიცი, რატომღაც მაქეთ გააკეთა პასი. კაი, გადმოვინახლა შეტევაზე უკვე. კარგი ჩოფთარნი იყო. ფუჭის ამას. რუბენა მოწოდების სიმაღლეზეა, რუბენ დიასი არის, აი რა ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო მცველი რა. რაიან შერკი კარგია რა, კარგი სოლორანი, რაიან შერკი. 2-0 რა სოლორანი შემოგთავაზა. ბრავო ძმაო, რა ვიცი. ბრავო, სიტყვები არ მყოფნის. რა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. ნახოთ განმეორებით აუცილებლად სოლორანი. სონის სოლორანი გამახსენდა, უცებ. ნუ ის ცოტა უფრო შორი მაძნილიდან იყო, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს სოლორანი ხო იყო. 2-0. შვენიერი იდეალური გადასარევი, გენიალური. გადმოვიდნენ ისინიც უკვე შეტევაზე. ნახოთ ეს შეტევა რას მისცემს მათ. რა შედეგს მისცემს? გვარდიოლი, აი, მაინც მოწოდების სიმაღლეზეა, მაინც. უკან მოქვს, მე მგონი ჩემი სიტყვები, აი ეს რო ვთქვი, გაფუჭებული ქარდები არის მეთქი, გვარდიოლის და ბერნარდო სილვასი მეთქი. ისე ეს ორი ფეხბურთელი მართლა ძალიან დიდი ხანი არ აწყავს, რა კარგი პასი ლევის, ვაიმე. აი ნახე ლევისი სად არის, ბიჭო. უკან მე აი უკან ვინ ანუ უწევს მე რუბენ დიას იქით გადასვლა ბერნარდო სილვა რა კარგად თამაშობს. ნუ ოკეი. ხო. ანუ ხშირად უწევს რუბენ დიას და გვარდიოლს მის პოზიციაზე თამაში, იქიდან გამომდინარე რომ საყდარი მივიღეთ ბერნარდო სილვასგან. ლევისი არის სულ იმაში, რა ქვია, მოწინააღმდეგე საჯარიმოში. შერკმა. კაი, არა უშავს. 70 წუთია ამასობაში მატჩისა. კარგი იყო აქ შერკი, ნახოთ, კარგი პასი სავინიოს მიმართულებით. აბა, შევძლებთ რომ მესამე გოლის გატანას. სავინიო, სადა მიბლოკა შენი არა და რა კარგად მოვტეხე. ანუ ხვდებით ხო რომ კაიფობ, აი ბოლომდე ვკაიფობ, თორე აქამდე სერიოზულად რო თამაშობდე. სავინიოთი აი იქ დავარტყამ და ეგეთ რაღაცას არ ვიზამდი მართლა. აბა მოდი, ერთი მაკრატელაც გავუჭიმოთ. ოპა! სუსტი დარტყმული და მიმართულებაც არ იყო მთლად საამაყო. კაი. აბა რუბენა იქვე პასი მოდი გვარდიოლის მიმართულებით, გვარდიოლმა წინ გაუშვა, სავინიო. შერკი არ იყო წინ და ამბურს ბუნებრივია რომ ვერ მიიღებდა. ნუ იდეაში პრინციპში მალე დასრულდება კიდევაც 3 წუთი დაამატა და დიდი ალბათობით 2-0-ს მოვიგებ, ნახოთ ერთი გოლი თუ არ გამიტანეს. ვაიმე, ენა მიყილა მე მგონი რუბენ. რა თქმა უნდა, რუბენ დიასი ამას რას გაატარებდა და 2-0. პირველი მატჩი ძალიან კარგად დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ბერნარდო სილვა გახდებოდა მატჩის MVP. მიუხედავად იმისა, რომ რაიან შერკის გოლი ძალიან ლამაზი იყო და ძალიან კარგი სოლორანი იყო, მაინც ბერნარდო სილვა გახდა მატჩის MVP. და პირველი ადგილი მეგობარნო. დავტყვეთ ცოტა ხნით ამ მომენტით. დავტყვეთ. კაი, გავუშვათ პირდაპირ ლეგენაზე მორიგი მატჩი. ეს რა გუნდია, კაცო? ვნახავ აუცი, შავი ფორმით გვიწევს თამაში, ძალიან კარგი. პირველად სხვათა შორის. შავი ფორმით, ნუ სულ ცისფერი ფორმით თამაშობთ, მაგრამ ახლა უკვე შავი ფორმით და ვიწყეთ და ლაიქეთ ძმებო ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ახალ წლამდე ძალიან გთხოვთ ძმებო, 6000-მდე ამიყვანეთ რა. ახალ წლამდე გთხოვთ რა. მართლა გულით გთხოვთ, რავი, ახალ წლამდე 6000-მდე თუ ავედით, ძალიან მაგარი იქნება რა. ბევრი არ დაგვრჩა ისე დაახლოებით 324 თუ 323 გამომწერიღა დაგვრჩა. ხო და ავიდეთ რა 6000-მდე. ჩემი ახალი წლის საჩუქარი ეგ იქნება რა, 6000 გამომწერი თქვენგან. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ წინასწარ. კი ბატონო, დავიწყეთ ამასობაში მატჩი. აქ როგორ გამექცა. არ გამიტანო რა. ლევისი კარგია. ჩვენურად ითამაშა ამ მომენტში. დოკუ რაღაც გამოთიშულია სხვათა შორის, ნუ წინა მატჩი ივაშკაცამ, შერკმა გამოიჩინა თავი. ნახოთ ამ მატჩში რას იზამს აბა. კარგად მიიწვა. ლევისი იმენა ატრიალეს. ვახ, თხილად. კაია გვარდიოლმა არ გადაუშვა კუთხურზე, მაგრამ ნუ არა, იმათაც არ გადაუშვეს აუტზე.
კი ბატონო, თავიან საჯარიმოში კი არა და ჩვენს ნახევარზე გადმოვიდნენ უკვე. თავიან საჯარიმოში კი ძმა. იმენა საჯარიმოა ეგა. კაია, ატნური კარგად თამაშობს. ღმერთო ჩემო, რა სახელებია. ზოგს რა სახელი აქვს იმენა. აბა ვის გახსოვთ ისა PES-21-ში რომ გადავიღე ისა. თუ eFootball-ში იყო ეგ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი კაცური რო ერქვა ერთ იმას ფეხბურთელს. კაცური კაცი PES-ში. და მეორე იყო ისა, Pablo. აი ეგენი იყო, აი რაღაცა ძალიან ეგ იყო იმენა ლეგენდარული დროი იყო. ვის გახსოვთ კომენტარებში დამიწერეთ რა. აქ. ჩვენ დაგვშება, კი ბატონო, ჩვენ დაგვჭა ბურთი საბოლოო ჯამში. დონარუმა წინ გაუშვათ ეგრევე. ერლინგ ჰალანდი მას თავბრებში მოუგებს. ვერ მოუგო როგორც ჩანს. არა, მოუგო იდეაში, მაგრამ პასი არ იყო ზუსტი. მეტყობა თავი ცოტა გაუწია იქით გვერდზე. ფრთხილად. ბერნარდო სილვა ეგრევე მოუშორეთ რაიან შერკი. თავი გაწირა ბოლომდე. აბა ბერნარდო სილვა ისევ. ნახოთ აბა პორტუგალიელი გამოიჩენს თუ არა ამ მატჩში თავს. კარგი პასი შერკის მიმართულებით რაიან შერკის დავარტყმევინო შორიდან შენ გენაცვალე ბიჭო. რაიან შერკი მოწოდების სიმაღლეზეა. დღევანდელ ეპიზოდში რაიან შერკი არის აი აბსოლუტ სინემა მართლა. საღოლ. ესე გამიკეთე ხა შენ გენაცვალო ჩემი თავი. კაია, არა უშეს. ბევრჯერ მოგიწევს თავზე ხელის მოკიდება ჩემო ძმაო. კარგად მოტრიალდა ბერნარდო სილვა, პასი გაუკეთა რაიან შერკს და რაიან შერკმაც outside the box challenge-ი შემოგთავაზა მეგობარნო. საჯარიმოს გარედან. Marvelous goal now keep going. მადლობა გვარდიოლა, მადლობა პეპ. აუ პეპ გვარდიოლა იმენა ძალიან მიყვარს ჩემი აი ყველაზე საყვარელი მწვრთნელია ჩემთვის მართლა რა. ჰალანდი კარგი პასი სილვას მიმართულებით, რაიან შერკი ისევ ტრიველა. რა ხდება მამაო? რა ხდება ბიჭო? Bravo, რაიან შერკი უდაოდ დღეს ბრწყინავს, დაფრინავს დღეს რაიან შერკი. აქ ბერნარდო სილვასაც დაუფასოთ ეს, რა თქმა უნდა, ეს ასისტი. ძალიან კარგი პასი მისცა და რაიან შერკმაც ტრიველათი გახადა 2-0 დუბლი რაიან შერკის. კი ბატონო. ნუ ალბათ დიდი ალბათობით უკვე ვიცით, ვინც იქნება გამოსახული დღევანდელ ვიდეოს thumbnail-ზე. რა თქმა უნდა რაიან შერკი. აბა ჰალანდისკენ პასი, ნუ დოკუ არის ძალიან გამოთიშული მართლა. ისე 100-იანი იყო და მე მგონი ის ბუსტერი გაუქრა დოკუს და 99-იანი გახდა სამწუხაროდ. მე მგონი როგორც მახსოვს მე წინა ეპიზოდში 100-იანი იყო. ხო და რა ვიცი აბა. რა კარგი პასი ჰალანდის მიმართულებით დოკუმ რა კარგად დაინახა ჰალანდი. ჰალანდ კარგი რა მომენტი გამიფუჭა გადაო ბიჭო. ნახეთ არა და დოკუმ ბოდიში შემთხვევით დამესკიპა. ნუ ვიდეოში ნახავთ ისედაც მაინც რა პასი გაუჩიტა ჰალანდს და აი ჰალანდი ხარ ბიჭო რა იყო. რა იმედი მაქვს კიდევ მექნება მსგავსი მომენტები. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში და ესე არ გავანიავებ ამ მომენტს. როდრი კარგი არაფერი თაიგიდეთ. აბა რაიან შერკი აი საჭიროა ეს ბიჭი გუნდში რა. რეალურადაც არ არის ცუდი მოთამაშე რაიან შერკი. როდრი, ბერნარდო სილვა, რაიან შერკი, ჰალანდი, გაუკეთოთ პასი აქეთ დოკუს. აბა დოკუ ახლა ცოტა აქტიურდი რა არის არ ვიცი მაგრამ გააქტიურდი. საღოლძმა გააქტიურება გვინდა დოკუსგან აუცილებლად მოვითხოვთ. ნუ ესე უცებ არ უნდა გამეკეთებინა პასი. მაგრამ იდეაში ჩემი ბრალია, ანუ ხშირად არ ვაძლევ პასს დოკუს და მაგიტო შევეცდები რომ დავტვირთო დოკუ გვარდიოლი მშვენიერია as always როგორც ყოველთვის არა დოკუ პასი ჰალანდის მიმართულებით რა კარგი ასისტი ჰალანდი ვთქვი იმ ერთ მომენტს არ გავანიავებ მას ეთქო და ზუსტად გაიტანა ჰალანდმა დოკუს ბრწყინვალე ასისტით. აი კარგად მოედნის ხედვა იდეალურ აი ესეთი ნახოთ განმეორებით მშვენიერი პასი იყო. ნუ ჰალანდი ახლა სწრაფი იქნებოდა და მას რა თქმა უნდა მოაჭამდა თავს. ხო და
3-0 დადგურდება კაროჩე ბრაიტონი. ჰალანდის ძალიან ლამაზი გოლით. ნუ ასისტი უფრო ლამაზი იყო, სიმართლე გითხრათ, ვიდრე გოლი უბრალოდ. გოლი უბრალოდ რავი, შეაგორა. ეგ იყო და ეს. აი ნახეთ დოკუ სანამდეა ჩამოსული რა. ბიჭო, ერთი ფეხბურთელი როცა ადის, აი იმის საჯარიმოში მოწინააღმდეგე საჯარიმოში რო შედის, მერე ირევა დაცვა რა და მერე თავდამსხმელს უწევს რომ ქვემოთ ჩამოვიდეს. უაზრობა ძალიან. ამიტომ ჭირდება კაილ უოკერი. თავის პოზიციას ინარჩუნებს ძმაო. შორიდანაც იდეალური დარტყმა აქვს, ვისაც გახსოვთ. და ერთი სიტყვით რომ თქვა ძალიან კარგი აქვს სავინიო რა კარგი იყო აბა როგორ მოიპარა 4-0 4-0 აბა რა ბიჭო აბა რა 4-0 აბა რა ეჭვი ვისეპარებოდა სრული განადგურება ბრაიტონის ნუ გვარდიოლასაც გაუტრუხდა უკვე კი ბატონო სავინიომ შვენურად ითამაშა აქ რა კარგად მოიპარა ბურთი და აი ჩახია კარში მეკარე იმენა კარის ბადეზე და აბა ხილად კაი ხარ რუბენ შეგენაცვალე ნუ არა ანუ ეს აი მაჩაპი რა შვება რომელიც რომ მე არ მევასება არა სავინიო ექსკილი არ მინდოდა ჩემო ძმაო არ მინდოდა კი ბატონო 4-0 სრული განადგურება ბრაიტონის ბიჭო აი რა თქმა უნდა რაიან შერკი გახდებოდა ამ მატჩის MVP. აი, ფეხებზე რომ კიდია სავით ისე რომ თამაშობ, რატო თამაშობ ძალიან კარგად. აი ეგ მიკვირს რა. და აი გულმოდგინედ რომ თამაშობ, აი იმენა მუღამში რო ვარ შესული. იმ დროს აი რავი, შეიძლება რომ რაღაცა სულელურ გუნდთან წავაგო, რა ვიცი, ალბათ 1-5-0. კი ბატონო, შემდეგი მატჩი არსენალთან. ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს ჩემის აზრით. არსენალთან ვა, კაი, ნუ ჩვენ სტადიონზე არის თამაში. ეტიჰადზე რომელსაც კოქსონა არენა ქვია და ლევისი არ არის ხოძე და აი ეს არ მაწყობს. აი ეს არ მაწყობს და რაიტბექი არავინ არ მყავს ჯანდაბა. რა უყო? აკესტონსი. რა უყო ძმა? არა რაიტბექი ყველა ვარიანტი მჭირდებოდა. აი ამდენი დაცვა ცენტრალური მცველი რომ ჩამოიყვანე, ერთი რაიტბექი მეყიდა რა იქნებოდა, კაი? ჯანდაბას დავიწყოთ პირდაპირ რა. კი არ არის ქიმატჩი, მაგრამ ძალიან მაგარი მატჩი არის. ქიმატჩი უკვე ლივერპულთან მაქვს. ხო და ვნახოთ. აბა ძმებო მოემზადეთ აი ამ ძალიან საინტერესო მატჩისთვის. ამიტომ დაალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად. 200 ლაიქს რომ გადაცდება ვიდეო, შემდეგი ეპიზოდი მაშინ გამოვა. იქამდე, რა თქმა უნდა, ვიდეო არ დაიდება. ანუ ცოტა იმასაც აქვე მაგას. ცოტა мотиваციაც ხომ უნდა მქონდეს თქვენგან ძმებო, ხო? ლოგიკურია. ხო და ახალწლამდე 6000-მდე ამიყვანეთ რა იქნება რა ბევრი არ დაგვრჩა მართლა თქვენ ძმობას ვიცავარ ბევრი მართლა არ დაგვრჩა იმედი მაქვს ახალი წლის საჩუქარს გამიკეთეთ ნუ თუ არა და ახალი წლის დღეებიც ითვლება რა ეხლა არ არის პრობლემა თუ არა და მაშინ შობამდე იყოს ჟანდაბას კარგი აბა აქ მშვენივრად ჯერჯერობით კარგად ვეთამაშებით აი ეს კარგი იყო როდრი არაფერი ძმებო არაფერი რაღაცა ისეთის თქმა მინდოდა მაგრამ არაფერი დაიკიდეთ აბა დოკო ვაქტიურობთ ახლა დოკუ? კარგი, კი ბატონო, კარგი პასი მიასწრო ბერნარდო სილვამ მაგიტომ. დოკუ მინდა რომ გააქტიურდეს ზან. როდრი, აბა შორიდან გასროლები უყვარს როდრის. მაგრამ ესეთი გასროლები არა კოკა. ესეთი გასროლები არა. კაი. რაჩმადუ იყავი და მაინც გამიტანეს ჯანდაბა რა. ვერ იმასქენი, ვერ დავაზღვიე. აუ არა რა, კარგად მივდივარ ჯერჯერობი და არ მინდა წაგება. რა პასი? ჰალანდ! რა მომენტებს მაზავ, ბიჭო, შენ შეშინებული ხო არ ხარ? კარგი რა, ჰალანდ, ბიჭო. ჰალანდი ხარ ძმა რეებს აკეთებ. ანუ აი ეს უკვე ცუდია ვახშენი კაი ნუ დონარომ ამბურთს რა თქმა უნდა თავისუფლად აიღებდა ჰალანდი შერკი ჰალანდისკენ პასი დოკუ აბა დოკუ აუ რა კარგი პასი გეხვეწები ჰალანდს არ გაანიავო ეს არ გაანიავო ეს მომენტი არ გაანიავო ბიჭო აბა რა შენ გენას დოკუს აქვს სასწაული მოედნის ხედვა ძმებო აი სასწაული მოედნის ხედვა აქვს დოკუს რა აი ნახეთ პროსტა აი
ფენომენალ პასინგი აქვს, მე მგონი ამ ჩემი ისას ნახეთ ორ ფეხბურთელს შორის რანაირად გააზრიდა და შენ გენაცვალე თამაში ბრუნდებით სიტი თამაშია მეგობარნო აბა რა ძალიან კარგი აბა უკვე აი ვამბობ მე ძმაო რომ საინტერესო თამაში წავათქო რა იმიტომ რომ ეხლა არსენალია მეორე სიტია და ნუ ხო რა აი მეთქი მეორე გოლზე წავათქო იქნებ აი რა პასებს უჩითავენ ჰალანდს ბიჭო აი სავინიო და დოკუ არიან აი ძალიან კარგი ასისტების გამკეთებლები ნუ ხო შეიძლება ისე ითქვას და პირველი ტაიმი დასრულდა 1-1 საკმაოდ მართლაც რომ კარგად მიდის ჯერჯერობით თამაში ნუ ფიქრობდი რომ ალბათ წავაგებთ ხო შევა მორჩათქო მაგრამ არ უნდა იფიქრო ესე წინასწარ აი არ უნდა იფიქრო წინასწარ აი მაგიტო ვამბობ რომ წინასწარ საუბრები არ მიყვარს როცა მოხდება მე ვისაუბროთ არ არის პრობლემა მაგიტო ვამბობ რა წინასწარ არ საუბარი არ მიყვარს მით უმეტეს არც ბლატაობა ზოგიერთმა როიციან მოდი ძმა მე მაგარი ვარ რაღაცა და ბოლოს რო წააგებენ ეგეთი რაღაცები ანუ მე მაინტერესებს არ უტყდებათ მე ეგეთ ტიპებს რო ვაგებენ აი მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ მე ეგეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილი ვარ აი რომ მოდი ძმა და რაღაცა მე პირიქით აი ვეუბნები რომ წარმატებები იმედი მაქვს კარგი მატჩი იქნება და ეგეთი რაღაცები რა ამ დროს სავინიო კარგი პასი ჰალანდის მიერ სავინიო 2-1 ნახოთ განმეორებთ ეს მომენტი დავიწყოთ იქცნაზე რაც მოხდა შვენიერი სავინიო ჰალანდი ძალიან კარგი 2-1 ნუ ვიტყვი თავისუფლად კამბექს რატომაც არა ახლა უკვე უნდა დავიზღვიო თავი იმიტომ რომ მაინც არსენალია და წელს მაგარ გიჟივით ხოძე არიან ამიტომ მოდი ცოტათი მიწევს თავის დაზღვევა გიოკერესისკენ კარგი პასი ფრთხილად უნდა ვითამაშოთ ახლა აქ ლევის მიდი არა ანუ ლევისი ხოძე არ არის და არც მიკვირს სიმართლე გითხრათ ესე რომ თამაშობს აბა რაიან შერკი ბიჭო რა პასებს ჩითავს ჩემი დედას ფიცავარ არა აქ სალიბა რა თქმა უნდა აჯობებდა სალიბას ახლა ის აქვს რა ქვია ბურძებძოლა ფიზიკალიტი აქვს ძალიან კარგი და ძალიან მაგარი მცველია ასევე ვისაც გახსოვთ სალიბა ყავდა მეგუნჩი შენგენაცვალე დონარუმა რა ბურთი მოხსნა და რა სწორ დროს გამოვიყვანე რა აი რა სწორ დროს გამოვიყვანე ნახეთ განმეორებით ნახოთ აუცილებლად ანუ მოხსნა კი რა თავზე მოხდა იდეაში მაგრამ არა უშუალოდ მე რა სეივა ჩაუთვალ რა მნიშვნელობა ხარ თავით მოხსნის ზურგი თუ ხოდა შერკ მოიშორე აი ოკეი ლევის მიდი რა აუ ჩემი კაი მოვიშოროთ რა თქმა უნდა როდრით სალიბა ტიმბერი სუბიმენდი დეკლან რაისი ოკეი არაფერი ისეთი განსაკუთრებული ბიჭო აი ტნიველა პასები ძალიან მაგარია აქვთ რა მაგრამ აი აქ არას ვახ ჩემი აუ რა დამეჯახა იმედი მაქვს ჩვენია ჯარიმა კი ბატონო იმიტომ რომ სავინიოა ჩვენი და წესით ჩვენი იქნება რა თქმა უნდა ჩვენია ხო რა დამეჯახა ძმა იმენა გამაძროს ახე აი საათი ხარ რა კაი ლევისთან ლევის მიმართულებით ბერნარდო სილვა უკან დავიძრათ კაი ნუ არ იყო ეს რაღაცა კარგი დარტყმული იმედი მაქვს საყოველთაოდ არ მივიღე ბერნარდო სილვასგან შენი მარჯვე ფეხი დაარტყიო მაგრამ იდეაში ბერნარდო სილვა მემარჯვენეა და პრინციპში 2 წუთი აი ეს 2 წუთი რამენაირად გაუძლოთ ისე რომ გოლი არ გაგვიტანონ და ვაიმე არა ბიჭო ვაიმე რუბენ მიდი ფრთხილად გთხოვ მოიშორე აბა რა ერლინგ ჰალანდი გახდა მატჩის MVP 2-1 არსენალიც გავუშვით უკან გავუშვით აი ესე უკან წადი მეთქი და წავიდა და დამჯერი ბიჭები არიან ნამდვილად პირველ ადგილს ვინ არჩევნებ უდაოდ აუ ერთი გოლით ეს ლივერპული მომყვება და ლივერპულის ხო არ გაუშვათ უკან შემთხვევით ვახ ჩემი კაი სად გაუშვით ისე არსენალი კაი ნუ ვულფზი და მე უკვე ლივერპულთან კი მატჩი აი ნახეთ ყველა მატჩი მოვიგე გადაოთ ჩემი კაი
მერვე match-day Wolves-ის წინააღმდეგ. ხო, აი აქ უკვე ძმა Arsenal-ს მოუგედა რა Wolves-თან აი აქ უკვე სიზახი? საღოლ გოგსონ, საღოლ. დავიწყეთ ძმებო, დავიწყეთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ბევრი ლაიქები ძმებო. პოდიში ამ ვიდეოს. კაი, აუ ეს დიდი ხანი რო იტვირთება რა, უბედურებაა რა. კაი. დავიწყოთ. კი ბატონო, გაათამაშეს ბურთი, გადავდივარ შეტევაზე ეგრევე და დაიწყო პირველი ტაიმი. არ ვიცი ძმაო, მე-80 წუთია უკვე და დავიღალე ძმა, მართლა დავიღალე, ანუ Wolves-თან აი 0-0 კარგი რა, აი ფრე არ, ანუ იდეაში ლივერპულმა რომ მოიგოს ეგ თამაში და მერე უკვე ჩემთან რო წააგოს, მაინც მაწყობს იდეაში, იმიტომ რომ ორი ქულით თუ იქნება პირობითად წინ, ჩემზე წინ ლივერპული, რომ მოუგებ ისევ ჩავა უკან რა. ამასობაში 95 აუ მაცადე გეხვეწები რა. ნუ რა უნდა მაცადოს? აბა ჰალანდი ვის ვათამაშებ პრეს? გოლასო! ვის ვათამაშებ პრეს? აუ ეს ძალიან მაგარი, აი ახალი ის რო არის აქვე მაგას გოლასო. აი ეგ ანიმაცია, ეს ძალიან მაგარია, მართლა ძალიან დამევასა. ნახეთ რა კარგია, ანუ ძალიან მაგარია ბიჭო, აი ძალიან ემოციურია. აი ეს ფანებიც რო ჩანან, ნუ იდეაში მე ისა მაქვს და ბალგრაფიკებზე და ფანები არ ჩანან, მაგრამ აქ ნუ კადრში დაჭირდათ რა. მარტო ისინი ვიყურებენ, ხო აზე ხართ ეხა რა. მარტო ისინი ვიყურებენ თო. ცავათანემ ჰალანდმა გაიტანა გოლი. ოხ, ჩემი 1-0 აი მატჩის ბოლო წამზე, ბოლო წუთებზე უფრო სწორედ. That goal should be the winner. ნახოთ, ჯერ არის კიდევ დრო, ჯერ არის აბა 2 წუთი აქვს. აი მე ბიჭო, აი ამას როცა ვამბობ ყოველთვის აი ეგეთი შეტევები რატო აქვს? აბა მეორე გოლზე წავიწევით? ვერა, 2 წუთი. აი, ნუ მინიმალური ანგარიშით იყოს, არ არის პრობლემა, იყოს 3 ქულას. ნელა, აი ხარო, აიმე. რა თქმა უნდა, ჰალანდი გახდა MVP. მინიმალური ანგარიშით, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მოგება 1-0 იყოს, თუ გინდა 10-0 იყოს, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მოგება. ისე მე რო ვამბობ სერიოზულად არ თამაშობ მეთქი ესეთი ემოციები რატომ აქვს? მაგრამ არა, თქვენ რო გიყვართ მაგიტო მიდიაში ძმებო რა, თქვენ რო გიყვართ მაგიტო რა. კაი, კი მატჩი ლივერპულის წინააღმდეგ, კი მატჩი ახლა მე exchange point-ებიდან ეს ხომ აქვს, კი ბატონო, manager optimization-ი, ხო, მაგაზე შევთანხმდით რომ მარტო manager optimization-ს ვყიდულობ. შო, მენეჯერის წვრთნელის ოპტიმიზაციას. ხო, manager optimization, ბიჭო, არ მიყვარს ეს რაღაცა ინგლისური იმით რო ილაპარაკობენ. კაი. ასე თუ ისე ნორმალურ ფორმაში არიან. აბა მოვემზადეთ. მერსესაიდელები ქალაქელების წინააღმდეგ. საინტერესო მატჩი იქნება. როგორც Arsenal-თან იყო საინტერესო მატჩი, იმედი მაქვს, იმაზე უფრო საინტერესო იქნება ეს მატჩი. ვნახოთ. მამარდა იმედი მაქვს არის ყოველ შემთხვევაში. და ისევ ეტიჰადზე არის თამაში. მე-9 match day. აბა ვნახოთ ვინ არის კარში. აუ, ალისონია. მამარდა არ არის? გამიტყდა. ამის გამო დავსკიპოთ მამარდას ნახვა მინდოდა ძმაო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ არის და ალისონი უდიათ კარებში. კაი, გადავიდეთ შეტევაზე, გაათამაშეს ბურთი. დავიწყეთ პირველი ტაიმი ეგრევე რა, გეჟივით ძმაო, გეჟივითა. აბა, ჩემი ყოფილი გუნდი. სადაც ანუ ლივერპულიდან მე გადავედი სიტიში უკვე. აბა, კიკე ნახეთ, რა მოინდომა, ვაი მე ფრთხილად ბიჭო. ხორია მერჩი ეკიტიკე დონარუმა, კარგი ხარ ჩემო ძმაო, კარგი ხარ. მენ თუ მენ აბა. იქვე ითამაშებს. კი, გაიგიდეთ. ჩააწოდოთ პირდაპირ არაფერი უჭირს. კი ბატონო. მენ თუ მენ ხო არის? კი, რა თქმა უნდა და აი გეტყვით ახლა, აი აქ ჩააწოდებს, ნახეთ. არა, იქით გაუშვა. რავი, აქ აწოდებენ ხშირად ხოლმე და მე მეგონა ეხლაც აქ ჩააწოდებდა. აბა სავინიო. სათხართ ძმა. აუ, წინ წავიდა მეგონა ჰალანდი და უკან წამოვიდა ჩემ. კერკეზი ვანდაიკი, გრავენბერხი, მაკალისტერი, ფლორიან ვირც. როდრის წინააღმდეგ შანსი არ გაქვს ჩემო ძმაო, აბა ჰალანდი. ნახოთ აბა. კარგი გაგდება ჰალანდი. ჰალანდ ჰალანდ ჰეი ჰალანდ აი ორ ფეხბურთელს შორის ვან დეიქს და იმენა
მე მგონი კონატე იყო აქ იქ მეორე. ნუ არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ვან დეიქს გაუძვრა რა. ესეც შენი 1-0 მეგობარნო ძმანო და ჯამაათნო. საინტერესოდ იწყებს სიტი. ნუ ყველა თამაში მოვიგე და იმედი მაქვს ამას არ წავაგებან ფრეს არ ვითამაშებ. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. აბა სლობოდა აი ნურის წინააღმდეგ სლობოდა კარგად ითამაშა, თუმცა გამოვიდა ნებურთი აბა გრავენბერხი დაარტყამს მე მგონი. კი ბატონო დაარტყა კიდევაც და ნუ აქ გვარდიოლი იყო მე მგონი ეგ თუ არა ან გვარდიოლი იყო ან რუბენ დიასი. რომელიღაცას მოხვდა კაროჩე თავში რა. კაი. კუთხური მორიგი. იმედი მაქვს ახლა მაინც შეაწოდებს აქ. არა ნახეთ ბიჭო საჯარო და ლევის შენ გენაცვალე. შემთხვევით რა ბურთი. ანუ ეხა დონარუმაც შემდგომ მოიგერია. შენ გენაცვალე რა კარგად მაგრა გადავრჩი ძალიან ახლა აქ. აბა საპასუხო შეტევა? საპასუხო შეტევა? შენი ნიტი სოვინიო. ვაიმე ვარ დამარტყმევინა ჩემ. ვა საინტერესოა. კუთხური რომელსაც მოვაწვდით ჩვენ რა თქმა უნდა რაიან შერკი დგას ბურთთან და ესე და ესე გაუჭიმოთ რა. ჩაწვდება საჯარიმოს. აუ სავინიოს რატომ მიუვიდა კარგი რა. ნუ ჰალანდს ვიმიზნებდი, მაგრამ სავინიო მაიღო საბოლოო ჯამში. აიმე ეს რა მომენტი გაიმაზა. აუ ჩემი როგორ დაკარგა გვანდეიკმა და აუ შენი ფეხები და შენი ყველაფერი ერთად კონატე. ბიჭო. კაი, ორი წამი არ ცოტა აქეთ წამოვწიოთ და ჩაწოდება საჯარიმოში, ნუ გამოიტანეს ბურთი. აუ 2-0 შანსი მქონდა. აუ რა ძალიან მაგარი ბურთი მოიგერია. ხა ეგ რო შევარდნილიყო. ავტოგოლად რო ჩათვლილიყო, ეგ იქნებოდა ძალიან აი ღადაობა იქნებოდა მართლა რა. კონატეს რო ანუ თითქოს დაიცვა, მაგრამ მაინც შეაგდო კარში. კაი. ნუ მინიმალური ანგარიშით ვუგებ ჯერჯერობით ლივერპულს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. დამაჯერებელი ანგარიში მჭირდება. მაკალისტერი რაღაცა ძალიან ცუდი დარტყმული იყო ძმაო. ძალიან ცუდი არგენტინელი მაინც არ იყო ესე ნუ ურტყავ ბიჭო. ხალანდ. დოკუ რა კარგია დოკუ. შენი აუ რა კარგად გასდა ორ ფეხბურთელს და სად ვერ გაიტანა. კარგი რა დოკუ რა კარგი რა მაგაც რა იყო. წინა მატჩი კი კარგად გამოიჩინე თავი, მაგრამ ამ ეპიზოდში აი რა ვიცი დოკუს იმენა ნორმალურად არც მიუღია ბურთი შენი. კი ნაღამ 2-0-ზე წავედით ძმებო. მიდი დოკუ. აუ შენი კარგი რა. აბა გრავენბერხი. არაფერი გამოიტანეს საბოლოოდ ბურთი. ჯოგომეზი. აიტუნური ეს რა იყო. სლობოდა გვარდიოლი მშვენიერია, მაგრამ ნუ ვიჩქარე აქ ჩემბრალი იყო ესა. ჯოგომეზი, მაკალისტერი, სლობოდა. ჯოგომეზი ისევ. კარგად ათამაშებენ ჯერჯერობით. დოკუ ცოტა წინ. მაგრამ ვფიქრობ რომ მანდ უფრო მაღალი პასი შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა. ვიდრე ესეთი დაბალი გაყოლება რა. აუ ეხლა ეს არ მაწყობს. ძალიან დიდი სივრცე აქვს დატოვებული ლივერპულს. გადი ბიჭო. შენგენ ნაცვალე კარგი პასი. ბოლომდე დაიხარჯა აქ ხალანდი. კაია სავინიო. რა კარგად გაიგდო ღმერთო ჩემო მოიხოდეთ ბიჭო. მესი გამახსენდა ამაზე ძმა. აუ ეს რა იყო ძმა. ეს რა იყო რა კარგად იქ მოტეხა, ჩატეხა, გადატეხა, რა ვიცი დედამო. 2-0. აი ეს უკვე დამაჯერებელი ანგარიშია რა თქმა უნდა გადმოვიდნენ ისინი შეტევაზე. პესშიც და რეალურადაც გული მტკივა. ლივერპული რო ესე მარცხდება ხოლმე. ანუ ლივერპული არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გუნდი მანჩესტერ სიტის მერე. ანუ ბარსელონა და მანჩესტერ სიტის მერე ლივერპული არის ჩემი საყვარელი გუნდი და გული მტკივა. ჩაწოდება ისაკ დონარუმა მოწოდების სიმაღლეზე მეგობრებო. ისე მე მგონი ერთადერთი არსენალმა გამიტანა გოლი, ხო? თუ არ ვწდები დღეს. მეტი არავის არ გაუტანია ძმა. ჯერჯერობით აბა ვნახოთ ლივერპული რას იზამს, ნუ აქ კიდევ ერთი კუთხური, რა თქმა უნდა. იქვე ითამაშეს ფლორიან ვირცი გარბის გიჟივით. კაი გაითამაშეს ხა.
ფლორიან. აუ, კიდევ ერთი კუთხური დავიღალე ძმა. რა იყო? ახლა. ჩააწოდებ თუ დაპატიჟება გინდა. მენ თუ მენ. ისევ იქვე ითამაშებს. ჩააწოდეს. შერკი უკან წამოვიყვანთ უკვე აწვდის. მაშინ. კუთხური არა, ჩვენ დაგვსა საბოლოოდ ბურთი. მადლობა ღმერთს. მე-80 წუთია ამასობაში. 2-0 ლივერპული მანჩესტერ სიტი. 8 თითქმის 10 წუთი დარჩა. აი, დამატებით დროსაც თუ ჩავთვლით. 2 წუთს დაამატებს ჩემი აზრით. ან 3-ს ყოველ შემთხვევაში. მაქსიმუმ 3 დაამატოს. ეს არ იყო როგორც ჩანს ჯარიმა. ხშირ შემთხვევაში დებს ხოლმე ჯარიმას, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემზე არ დადებდა. რა კარგი პასი ბერნარდო სილვა დადგურდება ლივერპული. ეს აღნიშნები დედას ვფიცა ვარ, ვიცოდი ზეპირად მართლა რა. ზეპირად ვიცოდი დედას ვფიცა ვარ. აი ის ნეიმარის რო არის, აი ესა. და ესე რო შვება რა. იმაში PES 2017-ში აი ეგ აღნიშნები ვიცოდი ზეპირად ყველა ვინ რას როგორ აკეთებდა ძმა. აი მიმკვდარი ვიყავი PES, მაგიტომ მე ვასება ეს თამაში რა. აი მიუძღვენი ჩემი მთელი ცხოვრება, ალბათ შეიძლება ესე ითქვას. მაგარი ცხოვრება მქონდა, გამოვლილი ძმა, იმენა. ისევ აფსაიდში ერლინგ ჰალანდი 5 წუთი რა ამბავია ძმა. 5 წუთი რა იყო, 5 წუთის შეჩერებები რა იყო ესეთი. ხო და აი მართლა დედას ვთქვარ მთელი ჩემი კარიერა მიუძღვენი აი ამ PES რა. აი მართლა აი თამაშის მხრივ. აი ჩემთვის საფეხბურთო თამაში, აი რა ვიცი, PES-ზე მეტად არც ერთი თამაში არ მიყვარს რა. აი არც ერთი თამაში არ მიყვარს. შეიძლება მქონდეს რაღაცა კარგი, ანუ საყვარელი თამაშები შეიძლება მქონდეს, ძალიან ბევრი მაქვს საყვარელი თამაში. რავი, ერდი არის, Last of Us-ი, God of War-ი, Mortal Kombat-ი, რავი, ძალიან ბევრი, მაგრამ აი PES-ზე მეტად არც ერთი თამაში არ მევასება. PES-ზე და არა eFootball-ზე, PES-ზე მეტად არც ერთი თამაში არ მევასება ძმაო. რა ვქნა, ანუ ფეხბურთი სადაც ჩემი მთელი ცხოვრებაა, აი რავი, მართლა მთელი ჩემი სიყვარულია ფეხბურთი და აი PES იყო მით უმეტეს, იმიტომ რომ PES იყო იდეაში პირველი თამაში, სიმართლე გითხრათ, რომელიც აი ესე ვთქვათ, ვითამაშე რა. ზოგადად კომპიუტერულ თამაშებში PES იყო პირველი თამაში. Counter Strike-ის და GTA-ის მერე, რომელიც ესე ვთქვათ ვითამაშე და აი მაგრად გამისწორდა. და ნუ ეხლა Counter Strike-ის და GTA-ის San Andreas არ ვცვადარებ. 3-0-ს მოვიგეთ. GTA-ის San Andreas და Counter Strike-ს არ ვცვადარებ, რა თქმა უნდა, მაგასთან ახლოსაც ვერ მივავებეს ერთი თამაში, სულ რო რაღაცა საუკეთესო თამაში გამოვუშვან ჩემი აზრით. და ხო რა, ანუ ეს არის ჩემი საყვარელი თამაში. მოკლედ ძმებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღალაკი. მე კიდე დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.